7 წელი ტექ ინსპექტორების რეფორმიდან სანქციების გამკაცრების მიუხედავად 2018 წლიდან დღემდე კანონის აღსრულება კვლავ გამოწვევის წინაშეა. დღესაც გზებზე ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება, რომელსაც ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს. ჭკვიანი კამერები ინსპექტორების მიმართულებით ან არასტაბილურად, ან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ მუშაობს. აღნიშნული გარემოება ცნობილია მძღოლებისთვის. დარგობრივი ასოციაცია სწორედ ამას უკავშირებს ინსპექტორების ცენტრებში დაბალ მიმართვიანობას. საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, გასულ 2024 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 54% გამოცხადდა ინსპექტორებაზე, რაც მათი შეფასებით კანონის აღსრულების სისუსტეზე მიუთითებს. თუ ტექ ინსპექტორება არ უტარდება ავტომობილებს, მაშინ როგორ მიმდინარეობს რეფორმა, ხო? ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ეკოლოგიისთვისაც არის ის, რომ კანონის აღსრულება გზებზე დაინერგოს თანამედროვე ასე ვთქვათ პროგრამების გამოყენებითაც. თანამედროვე პროგრამა ნიშნავს იმას, რომ არის საინფორმაციო ბაზა, სადაც ავტომობილები არის ყველა რეგისტრირებული და ხდებოდეს ადმინისტრირება საინფორმაციო ბაზით და არა მხოლოდ ჭკვიანი კამერით. ხო, იმიტომ რომ ჩვენი დაკვირვებით და გადამოწმებითაც ჭკვიანი კამერებთან მიმართებაში პერიოდულად არის ტექნიკური გაუმართავობა, რაც პირდაპირ დარტყმის ქვეშ აყენებს რეფორმას. ქვეყანაში სადაც 1.600.000 ავტომობილია რეგისტრირებული და დღის მდგომარეობით სადღაც 960.000 გადის, შესაბამისად იმაზე მეტყველებს, რომ მაინც ისე გამოდის, რომ დიდი წილი არის ისეთი ავტომობილებისა, რომლებიც გადაადგილდებიან ტექ ინსპექტორების გარეშე. რეფორმის გამოწვევა ეგრეთ წოდებული ლოიალური ინსპექტორებაც. არაერთგვაროვანი მიდგომა, რა დროსაც ერთ ცენტრში დაფიქსირებული ხარბეზი ხშირად სხვა შემფასებლისთვის შეუმჩნეველი რჩება. დავით მესხიშვილი ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას ითხოვს. ერთ ინსპექტორების ცენტრში შესაძლოა დახარვესდეს ავტომობილი და მეორე ინსპექტორების ცენტრმა იგივე ავტომობილი გაატაროს, როგორც ასე ვთქვათ, უხარვეზო. შესაბამისად, ეს პრობლემა დგას უკვე წლებია და ამას ჩვენ ვიცნობთ, როგორც ეგრეთ წოდებული ლოიალური ინსპექტორების სახელით. მაგალითად, დედაქალაქიდან მახლობელ რაიონებში და მუნიციპალიტეტებში ინსპექტორებისთვის მიდიან ავტომობილები. რატომ, ხო? დედაქალაქის სავსეა ინსპექტორების ცენტრები. რეფორმის ადმინისტრირებასთან ერთად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა 7 წლის წინ დადგენილი ინსპექტორების საფასურიც, რომელიც დღემდე არ გადახედილა. ინსპექტორების ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე არსებული ინსპექტორების საფასური, რაც მსუბუქ ავტომობილზე 60 ლარს, ხოლო სატვირთოზე 100 ლარს შეადგენს, ვეღარ პასუხობს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. ბიზნესს უკვე მიმართული აქვს ეკონომიკის სამინისტროსთვის საფასურის 50%-ით 90 ლარამდე გაზრდის შესახებ. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უწყებამ. 7 წლის წინანდელი დადგენილი საფასურები დღევანდელ პერიოდში ოპერირება ბიზნესს ძალიან უჭირს, იმიტომ რომ მაშინ განსხვავებული მოცემულობა იყო, თუნდაც შრომის ბაზარზე, თუნდაც ვთქვათ ის ხელფასები მაშინ აკმაყოფილებდათ ინსპექტორებს და დღეს უკვე შესაბამისად უკვე თანახმანი აღარ არიან, თქვათ იგივე ანაზღაურებაზე რო იმუშაონ და ძალიან დიდი არის გადინების პროცენტი. სექტორმა დააყენა მოთხოვნა, რომ გადახედილიყო პირველად ტექ ინსპექტორების საფასური, საუბარია დაახლოებით 50%-ით მომატებაზე ამ თანხის და 90 ლარი რო გახდეს პირველად ტექ ინსპექტორების საფასური. ამის თავობაზე გარკვეული კომუნიკაცია იყო მთავრობასთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ინსპექტორების ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საყოველთაო ინსპექტორების ვალდებულების შემოღებიდან 7 წლის თავზე ინსპექტორების ცენტრების შენობა ნაგებობები და ცენტრების ტექნიკური აღჭურვა უმეტეს შემთხვევაში განახლებას საჭიროებს, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აგრეთვე აუცილებლობას წარმოადგენს ინსპექტორებისათვის ხელფასების გაზრდა, რაც ინსპექტორების დღესმოქმედი საფასურით თითქმის შეუძლებელია. მე მაგალითად შარშან იმის გამო რომ ერთ ხაზზე გამეახლებია გამონაბოლქვის აპარატი, გამეახლებია გორგოლაჭების სტენდზე, გამეახლებია სინათლის ძალის შემოსამოწმებელი აპარატი და სხვა სათადარიგო ნაწილები დაჭირდებოდა 70,000 ლარი გადავიხადე ყველაფერ ამაში. აი თანამშრომლებს, რომელსაც ვთქვათ 3 წლის უკან 1000 ლარი ხელფასი კმაყოფილებენ, ჩემთან უკვე 1700 ლარი ხელფასი აქვს და მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ რა, იმიტომ რომ
ყველგან გაიზარდა ხელფასში. საბამისად მათაც უნდა გაუზარდო, ხო? გარდა ამისა, როგორ რაღაცა გამოდის, რაღაცა მიტოვებულ სფეროდ გამოვედით. აი ყველგან სადაც მიხვალ სახელმწიფო მომსახურების სისტემაში სფერო არ დარჩა, რომ თანხები არ გაიზარდა და ჩვენ სახელმწიფო რეგულაცია დაგვიწესა და არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მომსახურების საფასური გავზარდოთ. დარგობრივი ასოციაცია რეფორმის გამოწვევებს შორის ასახელებს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც. რაც შეეხება არაერთგვაროვან მიდგომას, კანონის დონეზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები სახელმწიფო კონტროლს უკვე ექვემდებარებიან. იმისთვის, რომ არაერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკა აღმოიფხვრას, მაკონტროლებლის ფუნქციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. საკონტროლო კამერები უკვე განთავსდა ინსპექტირების ცენტრებში, თუმცა აქტიური მონიტორინგი ჯერ დაწყებული არ არის.